არ გვჭირდება არც ერთი შენობის შტურმი. ეს პროვოკაცია იქნება. თუ ვინმე იქ არის ამოვიდნენ, ამოიყვანეთ. გადაგით აქ და ეს იქნება გამარჯვება, როცა ჩვენ ვიქნებით აგრესიის გარეშე და მხოლოდ ჩვენი მოვალეობა რომ არ დამთმოთ და არ დამტოვოთ, არ დავიშალოთ. პროვოკაციას მოაკვებიდან დურ შევარდებით, ნურც ერთ შენობაში ქონდა ჩვენ პრეზიდენტის შენობა, მაგრამ რა გავაკეთეთ? ჩვენი ოპოზიციური იყო ბოლოს, მაგრამ რა გავაკეთეთ? არც ერთი შენობა არ გვიშველეს. ჩვენ გვიშველეს მხოლოდ უდრეთის სულის გამოვნება. ამიტომ ნუ დაიშლებით, იდექით მყარად, ნუ დათმობ და თქვენს გვერდით ნახავთ ადამიანებს, რომელიც დათმობენ საქართველოს, დათმობენ ბოროტებას და ძალადობას. ამიტომ ნუ დაიყრებით, არ დათმობა არის ყველაზე დიდი გამარჯვება. ასე იქნენ ჩვენი წინაპრები, არც მოგდნენ, არც ერთი შენობა არ გვიშველეს, არც ამ ულგარი შენობა არ გვიშველეს. ჩვენ არც ერთი შენობა არ მოგცემს თავისუფლებას. ჩვენ მხოლოდ ურყევი ძალა, არ დათმობა. ამიტომ გავანებეთ ამი პროვოკაციებს. თუ ვინმე გაზარალდა, დაითმინოს, მოხვდა საქართველოს გამო, დაითმინოს. ჩვენს თუ რაზიანდებით, დაითმინეთ, ამარ აგორგინდათ გამარჯვება. მაგრამ ნუ გადახვალთ შეტევაზე. ეს პროვოკაცია არ გადახვიდეთ, არ გავაკეთოთ ეს ნაბიჯი. იდექით შვიდად ჩვენ გამოცხადებული მოხდეს მშვიდობიანი აქცია. მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ და ვინც გეტყვით რომ აი შევარდეთო, ზუსტად ის არ შეასრულოთ. აქ იდექით და არ დაიშალოთ. თუ ვინმე წასულია, მოაბრუნეთ და ვიდგეთ აქ ერთად, ეს თქვენთანმა და ჩვენთან არსმეთ.